საკითხზე სასაუბროთ. მოდით დავიწყოთ საუბარი მიმართვის ავტორებთან. პირველ რიგში მარტივი შეკითხვა ისევ, რატომ თვლით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ასეთი დიდი საფრთხის და დიდი რისკის მატარებელია ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს საფრთხეები გამოგონილია, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კანონიერია, კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ უმრავლესობას პარლამენტში, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის, ისინი ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ კონსენსუსის შედეგად საზოგადოებასთან გაივლიან კონსულტაციებს, ანუ თქვენთანაც მათ შორის და ასე შემდეგ. არაფერი ასე ერთი ხელის მოსვლით ქართული ოცნების მიერ მიღებული პარლამენტში არასდროს არ იქნება. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? გიორგი მშვენიერაძეს მოусმინოთ პირველ რიგში. მოგესალმებით ელემაყურებელს. ამ ტექსტს, რომელსაც შეუერთით არაერთი ადამიანი, შესაძლებელია მოტივები ქონოდა ზუსტად ის, რაც ასახულია განცხადებაში და დამატებითაც ქონოდა სხვა მოტივები, რომლებიც უბრალოდ ფორმატში ვერ ჩაეტია განცხადების. მე როგორც მოქალაქე საქართველოში შევუერთდი ამ განცხადებას და ვფიქრობ, რომ დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ განცხადებაზე ჩემი მიერთების ხელმოწერის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა, რომელიც გვაქვს საქართველოში, სათანადოდ ვერ ახდენს ტრანსფორმირებას ამომრჩევლის მხარდაჭერისა მანდატებად საქართველოს პარლამენტში. ჩვენ რეალურად ვიცით, რომ ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობის არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48%-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, ხოლო ის ფაქტობრივად 1/3-ით მეტ მანდატს იღებს საკუთარ მხარდაჭერაზე საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ამ მიმართვის მიზანი არ არის მარტო ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც აცნობიერებენ თუ რას იწვევს საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში ან შესუსტებული პრეზიდენტის პირობებში, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ერთი პარტიის ხელში, არამედ ესე ვთქვათ, იმასაც ითვალისწინებენ, რომ საარჩევნო სისტემა გვაქვს არამყარი, სწორედ ასეთმა ტიპის პარტიებმა მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და მიმართონ არა მარტო პარტიებმა, არამედ მიმართონ ჩვენც ამ ამომრჩეველს და მათ შორის უნდა მიმართოთ ქართული ოცნების იმ ამომრჩეველსაც, რომელიც რა თქმა უნდა ემხრობა და მხარს უჭერს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას. ეს მათი არჩევანია და პატივსაცემია, მაგრამ შესაძლებელია ისინი არ ეზიარებენ ქართული ოცნების იმ ხედვას, რომლებიც დაკავშირებულია დაანონსებულ კონსტიტუციურ ცვლილებებთან. რაზეა საუბარი, ხო? მაგალითად შესაძლებელია ქუთაისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ხარი დაუჭირა მაჟორიტარობის კანდიდატებს ქუთაისში, ემხრობიან ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში, მაგრამ ამავდროულად არ ემხრობიან საქართველოს პარლამენტის შენობის თბილისში გადმოტანას, ხო? ამიტომ რეალურად ეს არის მოწოდება მოქალაქეებისადმი, ეს იქნება ქართული ოცნების მხარდაჭერები, იქნება სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერები, რომ მათ გააცნობიერონ, მათ სურთ თუ არა, რომ პოლიტიკურ პარტიას კონდეს ხელში 3/4 პარლამენტის მანდატებისა, რომელიც მას აძლევს სრულ შეუკავებელ უფლებას კონსტიტუციაში შეცვალოს მრავალხრივ. ჩვენ ვიცით დაანონსებული სამიცვლება, რომელიც არც ერთი არსებითი ხასიათის არ არის და მიზნად იმსახავს მხოლოდ მარტივად რო ვთქვათ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას, რაც კოსმეტიკაა, მეტი არაფერი. მეორე, ერთადერთი ინსტიტუტის დარჩენილი, რომელსაც ვერ აკონტროლებს დღესდღეობით ქართული ოცნება, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას კიდევ უფრო მისი არჩევის წესითა და სავარაუდოდ უფლებამოსილების ნაწილში და მესამე, ამ ქვეყანაში ისედაც მარგინალიზებული, ისედაც ჩაგრული ჯგუფების LGBT თემის წარმომადგენლების კიდევ უფრო გაუარესებას მდგომარეობის. ან როდესაც მართველი ძალა საკუთარ ძალაუფლებას იყენებს სწორედ უმცირესობების დასაჩაგრად, სურს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ იყოს იმ დომინანტი ჯგუფების ამსახველი სრულად ქართული ოცნება, რომელიც აპირებს დაჩაგროს ადამიანების სახელმწიფოში. მადლობა გიორგი, დაგიბრუნდებით, მოგვიანებით მე ვთქვი, რომ ჩვენთან ერთად არიან სტუდიაში ის ადამიანებიც, რომლებიც არ აწერენ ხელს კონკრეტულად ამ დოკუმენტს, ამ მიმართვას, მაგრამ მაინც ხედავენ ძალიან დიდ საფრთხეს ქვეყნისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაში. თაკო ჩარკვიანს ვთხოვ, მე გითხრას, თქვენ როგორ ხედავთ, ქალბატონო თაკო, რა რეალობის წინაშე დადგება საქართველო, თუ 75% ერთი გუნდის ხელში იქნება პარლამენტში? მე ამას წინათ ვთქვი კიდევაც, ბოდიშ მოგიხდით, ცოტა შეუძლოდ ვარ, მაგრამ რო არ მოსულიყავი, არ შემენძლა არაფერი. ნამდვილად საშიშროებას ვხედავ, იცით რატომ? საუკეთესო ხელისუფლება, აი ყველაზე კარგი, არაჩვეულებრივი, გადასავალი. როგორიც არ უნდა იყოს. შეუძლებელია, რომ ასეთი ძალაუფლების მქონე ხელისუფლება ძალიან არ გათამამდეს, გამორიცხულია. მე არ ვიცი ასეთი ხელისუფალი. მე მახსოვს, როცა ოპოზიციაში რისკად. როცა ვიყავი ოპოზიციაში, ზუსტად ეს მაღელვებდა. ეხლა რომ მოვდიოდი ოცნების წარმომადგენელს უსმენდი რადიოში, სრულიად შემთხვევით, ქალბატონს.
და მან თქვა რომ მაგალითად მოყავთო ნაციონალური მოძრაობაო და ეს არ არის სწორიო და სწორია ხალხმა აირჩია ის მე შეიძლება არ მიმიცია ხმა თავის დროზე არც ერთ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობისთვის მაგრამ ის მოვიდა არჩეული იყო და ზუსტად ჩვენ მაშინ ვებრძოდით აი იმ ძალაუფლებას რომელიც მაშინ დიდი შეცდომა იყო რომ ხელში ჩაიგდო მაშინ იმ პარტიამ ამითი წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ იცით მე ვფიქრობ აქ საკამათოც არაფერია იცით როგორ ხდება ხოლმე მოვლენ თუ არა მაშინვე სხვაგვარად იწყებენ ფიქრს ეს ძალიან ცუდია ამიტომ სამოქალაქო სექტორი უნდა აკონტროლებდეს სწორედ ამ ყველაფერს დიახ საშიშროებაა ერთ დღეს საქართველოში სადაც ელემენტარულად Facebook-ზეც კი კულტურა არ არის პოლიტიკური კამათის გიორგი აი ნახეთ რა ხდება მე ამას წინათ იძულებული გავხდი და დავწერე რომ ნუ იწყევლებით მეთქი უბრალოდ ვთხოვე ადამიანურად ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ განვითარებად ქვეყანაში მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ხსნი უბრალოდ ჩვენ ხომ არ გვაქვს ჩვენის დემოკრატია გვაქვს რომელიც წლების მანძილზე სულ მერყეობს მას სულ რაღაც აკლდება არაფერი არ ემატება 25 წლის განმავლობაში არა თორემ ხომ არ ვიქნებოდით ჩვენ აი ესე ამ მდგომარეობაში ხელისუფლება რომელიც უკვე არ ღელავს იმაზე რომ 1,700,000 არ გამოცხადდა არჩევნებზე ეს ტრაგიკული ციფრია ხოლო 500,000-მა მისცა ნაციონალურ მოძრაობას ხმა ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან მუდმივად შენ ეძახდე პარტიას რომ შენ ხარ ესეთი 500,000 კაცი დგას შენი 500,000 ხომ არ უწოდებ რაღაც უდიერ სიტყვას ეს ხომ არანორმალურია ეს ხომ არადემოკრატიული შესაბამისად რატომ ვამბობ იცით გიორგი შესაბამისად ვინაიდან ასეთი პოლიტიკური კულტურის მქონენი აღმოჩნდით მე ფაქტის კონსტატაციას ვახდენ ჩვენ შეიძლება ხელში მივიღოთ უბრალოდ უზურპაციით მიღებული კანონები კანონის არ ქონა ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა ამასინათ ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა მითხრა ამ კაბელების ბიჭების კამთაკო თქვენ თქვითო რომ 9 წელიო თქვენთვის უარესი იყო ვიდრეო რაც ოცნება მოვიდა მე ვთქარ დიახ მე ჩემთვის არაო ჩემთვის ის წლები ჩვენთვის ვიყავითო ჩემთვის ეს წლებია უარესი ანუ ობიექტურები უნდა ვიყოთ ნუ არსებობენ ადამიანები რისი ბრალია ეს სასამართლოში რომ მურუსიძე ყავს იმის ბრალია გარანტია მე სამოქალაქო სექტორს სად მაქვს იმის გარანტია რომ კონსტიტუციური უმრავლესობით ბევრ მურუსიძეს არ მივიღებთ ერთად აი აქედან გამომდინარე ვღელავ მე ძალიან თორემ მე არ მომიწერია ხელი მარტივი მიზეზის გამო ამ პეტიციისთვის რომ მოეტანათ მე გეტყვით რატომ არ მოვაწერთ იმიტომ რომ არ ვთვლი რომ უნდა მივუთითო ვინმეს რომ საერთოდ რა გააკეთოს აი ეს არ მგონია რომ სწორი იყოს რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩემთვის ეს ერთმნიშვნელოვნად ეს არის საქართველოს მომავალი კი არა უკანსვლა. მადლობა ქალბატონ თაკო, დაგიბრუნდებით მოგვიანებით კონკრეტულ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ, კონკრეტულად რა სფეროებს შეიძლება დაემუქროს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ერთ-ერთი ასეთი სფერო თავისუფლად შეიძლება იყოს მედია. რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც დიდი დარტყმის ქვეშ არის და ამას ჩვენ ვხედავთ ბოლოს განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენი არხი რა თქმა უნდა მაგრამ ვინაიდან მედიის წარმომადგენლები ჩვენთან ერთად არიან ნინო ჯანგირაშვილთან გადავალ მე ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ხართ თქვენ ნინო და გამოვლილი გაქვთ ყველა ის ხელისუფლება რომელსაც ჰქონდა აი ასეთი ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლება შევარნაძის დროს თქვენ მუშაობდით თქვენ ნაციონალური მოძრაობის დროს და ახლა იმუშავებთ ქართული ოცნების დროსაც თქვენ შეფასებით როგორც ჟურნალისტი თქვენ აანალიზებდით წლების განმავლობაში და როგორც მედია მენეჯერი აკონტროლებდით ამას ყველაფერს რა საფრთხეებს ხედავთ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მოდით კონკრეტულად მედიის მიმართულებით ვისაუბროთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მედიაზე ვერ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით ვინაიდან რაიმე განსაკუთრებული არ იქნება ჩემთვის სიმართლე რომ გითხრათ
ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობით ვინაიდან ცხოვრობთ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში 2004-2012 წლებში და ვიცხოვრებთ კიდევ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მე მიჩვეული ვარ ამ რეჟიმში ცხოვრებას, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, რას ნიშნავს ეს ზოგადად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და დემოკრატიისთვის. ეს ნიშნავს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ გვახსოვს 2004 წელს მაგალითად როგორ შეიცვალა კონსტიტუცია და რაღაც უკიდურესად გაძლიერდა მაგალითად პრეზიდენტის ინსტიტუტი და მას მიეცა შეუზღუდავი ძალაუფლება. მე გვახსოვს აბსოლუტურად გაუგებარი ცვლილებები, რომელიც იხარშებოდა რაღაც ვიწრო ჯგუფის თავებში, ასე ვთქვათ და შემდეგ ხდებოდა საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა განსაკუთრებული დისკუსიების გარეშე და აი ის მახინჯის სისტემა სხვათა შორის ბედის ირონიით, რომლითაც დღეს მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ თავის დროზე მიუხედავად საზოგადოების და ოპოზიციის წინააღმდეგობისა ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიღო. ანუ მე ველოდები რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად არის იმხელა ცთუნება, ველოდები რომ ექნება მცდელობა ქართულ ოცნებასაც რომ ბოროტად გამოიყენოს ეს ძალაუფლება და ამაში მოხდება ისინი ამბობენ ხაზსვამი რომ ისინი უკეთესები არიან ნაციონალური მოძრაობა და მათ შემთხვევაში პიროვნების ანალიზს ვერ გავაკეთებ ჩვენ აქ სისტემაზე ვსაუბრობთ ახლა ვიღაცისთვის ქართული ოცნების შემადგენლობა უფრო სიმპათიურია ვიღაცისთვის ნაციონალური მოძრაობის მე დღეს ამაზე არ ვსაუბრობ ჩემთვის ამ შემთხვევაში ერთ და იგივე ერთიც და მეორეც და არ ვიცი ამ დონეზე ვერ ვისაუბრებ ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საშიშია ამ ტიპის საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ის ლეგიტიმაციას გარკვეულწილად მოკლებულია, ანუ საზოგადოების 48%-იანი მხარდაჭერით, როდესაც სისტემა აძლევს პარტიას საშუალებას გახდეს 75%-ის მაკონტროლებელი პარლამენტში და 80%-ის მაკონტროლებელი. ეს თავისთავად საშიშია. თუ მაქვს დრო, გავაგრძელებ კიდევ. დიახ, დაასრულეთ რა. რაც ეხება პეტიციაზე მინდა ვთქვა, მე არ ვარ ჯერ ერთი ხელმომწერი ერთი იმის გამო, რომ არ ვაწერ საერთოდ ასეთ ტიპის მიმართვებს ხელს, მე მედიის წარმომადგენელი ვარ და მინდა რომ მაინც ჩემს პროფესიაში დავრჩე და არ ვარ რაღაცა ანალიტიკოსი ან პოლიტიკოსი. თუმცა მე ვთვლი რომ ცოტა გულუბრყვილოა ეს პეტიცია, პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ხალხს, ვინც ამ სტუდიაში ზის და მერიდება ამას რომ ამბობ, მაგრამ არარეალისტურია. ჩვენ ყველა არანაირ შედეგს არ მოიტანს რეალურად. იცით რა არის ძალიან დიდი განხილვებია და აჟიოტაჟია განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ჩვენ ძალიან ძიმე არჩევანი გვაქვს და მე მიხარია მართლა რომ მეორე ტურზე არ ვარ წასასვლელი ჩემს ოლქში არ არის მეორე ტური, თორემ არ მიყვარს საერთოდ არჩევნებზე არ წასვლა და მე მაგალითად არჩევანს ვერ გავაკეთებდი ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის ძალიან ძიმე არჩევანი წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. ერთის მხრივ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე და მეორეს მხრივ, ნუ ხმა უნდა მისცენ ისეთ პარტიას, რომელიც არ მოწონთ, მათთვის მიუღებელია. შესაბამისად, ერთი აზრს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად დაუჯერებენ თვითონ ამ პარტიების ლიდერებს მათი მხარდამჭერები, რომ ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას. მაგალითად, ბურჯანაძის მხარდამჭერები რამდენად დაუჯერებენ. თუმცა ბურჯანაძის პარტიის მიმართ არ არის. თუნდაც ლეიბორისტების მხარდამჭერები, აი არ ვიცი, თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერები, რესპუბლიკელების მხარდამჭერები რამდენად მიიღებენ ამ მოწოდებას, რომ ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას. ვინაიდან ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ნაციონალური მოძრაობა არის რაღაცა წითელი ნაჭერი და მას აქვს სამუდამოდ ხაზი გადასმული და არასოდეს ვიღაც არ მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ამორჩეველი უნდა დაფიქრდეს, რომ აი 2/3, 3/3, ამორჩეველი ასე არ ფიქრობს. ის ფიქრობს სხვა კატეგორიებით, გმირები და ანტიგმირები, ან ყველა ანტიგმირია და ჩვენ ყველამ ვიცით ძალიან კარგად ახლა სეგმენტაციას არ დავიწყებ ამორჩევლის მე არც სოციოლოგი ვარ და არც რაღაც ანალიტიკოსი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა ძალიან დიდი ნაწილის мотиваცია რომ მისთვის ხმა მიეცა იყო ზუსტად ანტინაციონალური განწყობა, რომ ნაციონალები არ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რაღაც ნაწილის мотиваცია იყო ის, რომ აი ქართული ოცნება ეჯავრებოდა და ამიტომ ისე. თუმცა უფრო ნაკლები. მოკლედ მე რისი თქმა მინდა, რომ ეს სრულიად უშედეგოა, სრულიად უნაყოფოა, რომ ვინმეს მოუწოდოს, რომ აი მოდი საკონსტიტუციო უმრავლესობა რო არ იყოს, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას მიეცი ხმა. მოდით ვკითხოთ ნინო ჯანგირაშვილი თulis რომ უშედეგოა რეალურად თქვენი მიმართვა, ეს უბრალოდ დარჩება მიმართვად, იმიტომ რომ მას არ წარმოუდგენია როგორ შეიძლება გამოდით კონკრეტული პარტიები ჩამოთვალა ნინომ, როგორ შეიძლება ამ პარტიების ხელმძღვანელები გამოვიდნენ და თქვან რომ მიეცით ხმა ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა სხვადასხვა უნდა გავიხსენო კიდევ ერთხელ ამ გადაცემაში დავით ბერძენიშვილის ჩართვა წინა კვირას, რომელმაც თქვა რომ დიახ შეიძლება
შეიძლება მისი ხედვით ამომრჩეველი დადგეს არჩევანის წინაშე ცუდსა და უარეს შორის, მაგრამ მან თქვა, რომ ამ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება, დიახ, უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს პარლამენტში. როგორ თვლით თქვენ ნიშნავს, რომ დავით ბერძენიშვილს დაუჯერებს მისი ამომრჩეველი? დიახ, შესაბამისად, ეს არის ჩემი კითხვაც. ნინო ჯანგირაშვილი თვლის, რომ რეალურად ეს მიმართვა სრულიად უშედეგო იქნება. დემოკრატია გულისხმობს არჩევანს და ეს არჩევანი შეიძლება იყოს სწორედ ცუდს და უარეს შორის არჩევანი. ხშირ შემთხვევაში ეს არა მხოლოდ ჩვენერი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც დგება ხოლმე ელექტორატი ესეთი დილემის წინაშე. ამ შემთხვევაში ეს არის ფაქტობრივად ლაკმუსის ქაღალდი გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვისაც იმ პარტიების მიმართ, რომელსაც ჩვენ მივმართეთ და ამომრჩევლის მიმართაც, თუ რამდენად მზად ვართ ჩვენ, როგორც ესეთი, რამდენად გავიზარდეთ როგორც საზოგადოება და რამდენად მზად ვართ იმისათვის, რათა ემოციებზე უფრო მაღლა, რაციონალური გათვლით გავაკეთოთ არჩევანი მაშინ, როდესაც და ვიმოქმედოთ რაციონალურად მაშინ, როდესაც ვდგებართ ესეთი გამოწვევების წინაშე. და გამოწვევები არის სერიოზული, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც იგივე დემოკრატია გულისხმობს ძალთა ბალანს, პოლიტიკურ ძალთა ბალანს უპირველეს ყოვლისა პარლამენტში, იმიტომ რომ პარლამენტი სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ყველა ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში აკუმულირებული, რაც ხურავს სივრცეს პოლიტიკური დიალოგისათვის, პოლიტიკური კონსულტაციებისათვის სხვა პოლიტიკურ სპექტრთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასეთი მოცემულობაში, ასე ვთქვათ, დემოკრატია წინ ვერ მიდის, დემოკრატიული პროცესი ვერ ვითარდება და ქვეყანაში, ასე ვთქვათ, დემოკრატიული გარემო ვერ ფასდება როგორც სასურველი. ასევე დემოკრატია გულისხმობს სახელმწიფო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას და იმ საკანონმდებლო ცვლილებებით და საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლის პაკეტიც ფაქტობრივად უკვე დაანონსა ქართულმა ოცნებამ, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შესუსტება გამოიწვევს სწორედ სახელმწიფო შტოებს შორის აი იმ ბალანსის დარღვევას, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს და განვლილი 4 წლის მანძილზე პრეზიდენტს როგორი შემაკავებელი და შესაბამისად დამაბალანსებელი ფუნქციაც ჰქონდა პოლიტიკური პროცესისას, თუნდაც იმითი, რომ მისი ვეტო, რომელსაც მოგვიანებით სძლევდა ხოლმე პარლამენტი, ხდებოდა კვლავაც საკითხის გარშემო დისკუსიის საგანი, მსჯელობის საგანი, აზრთა გაცვლა გამოცვლის საგანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად, იმიტომ რომ დემოკრატია გულისხმობს ამას, ხომ, იდეებს შორის კონკურენციას და ამ იდეების, ასე ვთქვათ, ურთიერთგაცვლა გამოცვლას, დისკუსიას. შესაძლებელია ჩვენ ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც მოვდივართ აი ამ ტოტალიტარული წარსულიდან, ეს პროცესი მავან პოლიტიკოსებს და მავან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასე ვთქვათ, რუტინად ესახებათ ხოლმე, მაგრამ ეს არის დემოკრატია, მსჯელობის სივრცე როგორც ესეთი. და იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აკუმულირებისას ეს მსჯელობის სივრცე, რომელიც თითქოს აი ამ ბოლო 4 წლის მანძილზე მეტნაკლებად გახსნილი იყო ქვეყანაში, ისევ დაიხურება და ისევ აღმოჩნდებით ჩვენი მოცემულობაში, როდესაც ერთი პარტია ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, ესე ვთქვათ, განსაზღვრავს ქვეყნის ბედს და იმ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომლებიც ეხება კონსტიტუციას. ამაში გეთანხმება ყველა ჩვენი სტუმარი, მაგრამ თქვენ რეალურად რამდენად ხედავთ აი ლიდერებს, მაგალითად ჩალვა ნათელაშვილს, დავით უსუპაშვილის და ასე შემდეგ, რომლებიც გამოდიან და მოუწოდებენ თავიანთ ამორჩეველს, რომ ხმა მიეცით ოპოზიციას. ამ შემთხვევაში გამოდის ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ძირითადად ნაციონალური მოძრაობა და სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელმაც დავინახეთ მთელი ეს რისკები, დავინახეთ რისკი იმისა, რომ თუნდაც აი 2012 წლის ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების შემდეგ, რის მერეც საქართველოში დემოკრატიის ინდექსის შეფასება ყველა, ასე ვთქვათ, კრიტერიუმით გაზრდილად ფასდებოდა ხოლმე და ასე შემდეგ და რაც იყო პირდაპირ ვთქვათ, მაშინდელი ხელისუფლების დამსახურებაც, რომ ან არჩევნების გზით, ესე ვთქვათ, წაგება აღიარა და არაფერს, ასე ვთქვათ, ავტორიტარულ მექანიზმებს არ მიმართა, იყო დამსახურება მაშინდელი ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნებისაც, რომელმაც შეძლო რომ არჩევნების გზით მოეგო ეს და იყო ზოგადად ქართული საზოგადოების და ქართველი ამომრჩევლის დამსახურებაც, რომელმაც შეძლო რომ მაშინ გამოცხადდა არჩევნებზე და იყო აქტიური ამომრჩეველი და თავისი საარჩევნო ხმა გამოიყენა, ხო? აი ეს მონაპოვარი როგორც ესეთი დაგვრჩეს ისე უკან, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს არის ფაქტობრივად პირველი პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდა. და ჩვენ შეიძლება დღეს დავბრუნდეთ ძალიან მარტივად იმ რისკების გათვალისწინების რის წინაშეც ვდგევართ, თუ კი საკონსტიტუციო უმრავლესობა კვლავ ერთი პარტიის ხელში იქნება მოქცეული, დავბრუნდეთ მანამდელ მოცემულობაში. და ყველა ჩვენთაგანმა, ვინც ამ მიმართვას ხელი
ხელი მოაწერა სწორედ ეს საფრთხეები დავინახეთ. ხა პოლიტიკურ სპექტრს რამდენად ეყოფა გონიერება, რათა მათაც შეაფასონ ეს რისკები და ეს გამოწვევები, რაც ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა დავინახეთ და შესაბამისად იმოქმედონ ეს მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ხო ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ. ჩვენ არც არანაირი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მე ხა ერთ-ერთი ვიყავი, სადაც ესე ოპონენტები მომდენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენ დამორჩევალ და არავისი არ ვახდეთ ამ არანაირ ზემოქმედებას. ჩვენ ვსაუბრობთ რისკების, საფრთხების წინაშე, იმიტომ რომ მიგვაჩნია, როგორც ამ საზოგადოების წევრებს, რომლებმაც შეიძლება დღეს ცოტა უფრო მეტი დავინახეთ, მეტი საფრთხე და რისკი დავინახეთ, ვიდრე სხვები ხედავდნენ, ეს სხვებსაც გავუზიაროთ. რა მოხდება ამ შემდეგ, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი პიროვნული გადაწყვეტილება. იგივე პოლიტიკური სპექტრიც ამ შემთხვევაში გამოავლენს, რამდენად, ესე ვთქვათ, პოლიტიკური კეთილგონიერება სჭარბობს მათში დაუშვათ რაღაც შიდა პარტიულ დაპირისპირებებს თუ პოლიტიკურ კინოას. რომ იყოს საუბარი, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები არიან, ვთქვათ, ქართული ოცნების პირისპირ, აზრი ექნებოდა ასეთ ინიციატივას და მართლაც რაღაცა კამპანია საინტერესო, მაგრამ ვინაიდან აქ საუბარია ძირითადად ერთი პარტიის კანდიდატებზე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე, შესაბამისად მივიღეთ ის ეფექტი, რომ აი თქვენმა მიმართონ პირიქით აგრესია გამოიწვია თქვენს მიმართ და გამოგიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებად. შესაბამისად ამან არათუ უბრალოდ ყურიდან ყურში გაიარა, არამედ პირიქით უკუ ეფექტი მიიღო. უკაცრავად მოხდა იმის ტირაჟირება კიდევ უფრო მეტად, რომ ნაციონალური მოძრაობის პირისპირ ყოფილა კაცო ქართული ოცნება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა და მისცემს ხმას ქართულ ოცნებას მერწმუნეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ მოვიდეს პარლამენტში. იზიარებ თუ არა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არის საფრთხე. მე კიდევ ერთხელ თქვი, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხეა, არის ის, რომ ფურცელზე ხელი მოაწერეთ და ფურცელზე ხელი არ მოგიწერიათ. ეს არის განსხვავება. რიგით ამომრჩეველზე მეტი ინფორმაცია მაქვს მე და რიგით ამომრჩეველზე მეტი პასუხისმგებლობით შეიძლება მივიდი ამ საკითხს, მაგრამ მეც კი რო ვიყო აი ასეთი არჩევანის წინაშე, მეც გამიჭირდებოდა კერდა. ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა. თქვენ ქალბატონმა თამარმა რაც თქვით, ჩვენც იგივე ვთქვით, ოღონდ ჩვენ შორის განსხვავება ეს არის, რომ ჩვენ რაღაც ფურცელს მოვაწერეთ ხელი და თქვენ არ მოგიწერიათ და ეთერში ამბობთ იგივეს. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ არა, იგივეს არ ვამბობ, იგივეს არ ვამბობ. იგივეს არ ვამბობ. უკაცრავად ეს ამომრჩევლისთვის კარგად აგვეხსნა, რა რისკ შეიცავს კონსტიტუციური უმრავლესობის ქონა ამა თუ იმ პარტიის ხელში. მათ შორის იმ მომრჩევლისთვისაც, რომელიც არის იმ პარტიის მხარდამჭერი, მათ შორის თუნდაც ქართული ოცნების. ეს მისი არჩევანია, პატივი უნდა უცეთ ყველა მომრჩეველს, მაგრამ მას არ უნდა რომ თუნდაც საკუთარ გამარჯვებულ პარტიას მისცეს უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ჩვენ ეს აუხსენთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და ამ განცხადების ეფექტი თუნდაც ის არის, რომ დღეს ყველა მედიაში ვსხედვართ, ეს არის გვაქვს ნაციონალური მოძრაობა და ეს არის რეალურად პრობლემა. აქეთ რო იყოს სხვადასხვა პარტიები, ეს კამპანია იქნებოდა ძალიან ეს აუმრჩეველია პოლარიზებული და ჩვენი ბრალი არ არის. როდესაც ერთიანობას ვიტყვი და დავასრულებ. როდესაც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავისი ამომრჩევლის мотиваცია ძირითადად ქართულ ნაციონალური მოძრაობის სიძულვილით გააკეთა და ამით ასაზრდოა თავისი ამომრჩეველი, ხა დღეს ესეთი კამპანია იმდენად არადეკვატურია რეალობასთან. დიდი ბოდიში აბსტრაქციონიზმი და მიყვარს ხატრობაში და არა პოლიტიკაში. ეს არის ჩემი პოზიცია, ეს აბსტრაქციონიზმია რეალურად, მეტი არაფერი. ნინო მე ეს ფრაზას ვიტყოდი ქართულ თაკომაც 1,700,000 ამომრჩეველი, რომელიც არ მივიდა ეს ეგრეთ წოდებული ზარმაცი, შეიძლება შეურაცხყოფელი, ან გადაუწყვეტელი, ან ნიჰილისტი ამომრჩეველი, რომელიც მორალური, ვთქვათ, შეიძლება კონსტიტუციური მივცეთ და ვთქვათ, ეს ამომრჩეველი მოვიტყუოთ, ან დავუპატიჟოთ, ან დავაფიქროთ ელემენტარულად, ან რაღაცა შეგონება ან სუგესტიაზია ჩაუტაროთ. ეგ დაჭრას, ეგ ის ხალხი, რომელიც აქამდე არ მოვიდა ამარჩევნელზე, რაღაცა მოქალაქეობრივი პოზიცია უფრო მკაფიოდ და ნათლად დაადასტუროს, რა ვიცი. ეგ არის ძალა, რომელიც ამ მომრჩეველში რომელიც რისკები იმისა, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში კვლავ გახდეს ძალიან турბულენტური და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს მაგალითად ქუჩაში, როგორც ეს ჩვენ გვინახავს, სწორედ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ხოლმე ერთი პარტიის ხელში აკუმულირებული და სხვა პოლიტიკური აქტორების, სხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციების გათვალისწინება არ ხდებოდა ხოლმე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას, არა, გვახსოვს 2009 წელს, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკური პროცესი გადადიოდა ქუჩაში და
ქვეყანაში პოლიტიკური ტურბულენტობა ძალიან იზრდებოდა. ჩვენ ვდგევართ ფაქტობრივად იმ პრობლემის წინაშე, რომ ახლა ყველა, ესე ვთქვათ, აი ესე ხმის გარეშე და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტების გარეშე დარჩენილი პოლიტიკური ძალები კვლავ, ესე ვთქვათ, ქუჩაში გადაინაცვლებენ ხოლმე და ამიტომ ქართველი ამორჩეველი უნდა დაფიქრდეს, უნდა მას ეს მოცემულობა თუ არა. აქ ფაქტობრივად რაღაც ეს თქვარი ფიზიკის კანონი მოქმედებს, აუცილებლად ესე მოხდება. მადლობა. თათა მაყურებელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ხშირად ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას და მე მინდა მას ვკითხო. ის რა პრობლემებს და რა რისკებს ხედავს საკონსტიტუციო უმრავლესობაში, რომელიც შეიძლება სულ ცოტა ხანში რეალობა გახდეს საქართველოში, მათ შორის შენც უნდა გკითხო ნიკა მედიის მიმართულებით. არა, მე არა მაქვს კითხვის ნიშნები, საკონსტიტუციო უმრავლესობა გახდება რეალობა, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ანუ შენ წაბო ფაქტობრივად რომ აზრი არ აქვს. აზრი როგორ არ აქვს, აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ეს ასე არ მოხდეს. ვინც არ უნდა იყოს მეორე ტურში პრორუსული პარტიების გარდა, მე ყველა შემთხვევაში მივიდოდი და მივცემდი ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამას ხაზგასმით ვამბობ, პრორუსული პარტიების გარდა მივცემდი ხმას ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ქართული ოცნების წინააღმდეგ. და დიდი სიამოვნებით შეუერთდებოდი ამ პეტიციასაც, მე მესმის, რომ ყველაფერი უნდა ვქნათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმაც, ვინც ხელი მოაწერეს, ღრმა რწმენა აქვთ მათაც, რომ შემაკავებელი ეფექტი ამას ნაკლებად შეიძლება რა ქონდეს. მაშინ რატომ ვაკეთებთ ამას? ყოველთვის უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. რა თქმა უნდა, იმის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია. ესა ნორმალურია და თავსაც უნდა გადავახდეთ რიგ შემთხვევებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ შედეგი არ დადგა, ეს ნიშნავს, რომ რატო გავაკეთეთ ეს სისულელი. ესე არ არის თავისთავად ცხადია. თუმცა მე არ მგონია, რომ ესეთი არაჯანსაღი იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მე მგონია, რომ ქართული ოცნების განაჩენი იქნება ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ცალსახად. ქართული ოცნება დასრულდება ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ის აღარ იარსებებს 4 წლის თავზე საკონსტიტუციო უმრავლესობა იმდენად დიდი გამოწვევა იქნება მათთვის, რომელსაც ისინი ვერ უპასუხებენ, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში ამ პარტიის წინაშე დამდგარი გამოწვევა, რომლისთვისაც ამ პარტიას ადეკვატურად ეპასუხოს. ხაზგასმით ვამბობ, არ ყოფილა არც ერთი. ეს არის სრულიად უძლური ინტელექტუალური რესურსების თვალსაზრისით პარტია, რომელიც კიდევ უფრო სუსტი შემადგენლობით მოდის, იმიტომ რომ თუ ის ადრე გაზავებული იყო პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ტრადიციების და ისტორიის მქონე პარტიებით, დღეს ეს არის სრულიად გენერიკული, ასე ვთქვათ, სუფთა წყლის ქართული ოცნება. თქვენ ნანახი გაქვთ ეს, აი ვინც აქ ხართ წარმოდგენილები. მე წაკითხული მაქვს, რა ადამიანები მოდიან საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქით იყოს, ეს იქნება ჩვეულებრივად მეორედ მოსვლა. აი ნამდვილი მეორედ მოსვლა. პარლამენტში მოდიან კომიკური ფიგურები. ქართული ოცნების სიის ძალიან დიდი პროცენტი, აი საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ შემადგენლობის 75% დაახლოებით არის კომიკური ფიგურები, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. არაკვალიფიციური, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. ერთადერთი ნიშნით შერჩეულები, რომ ისინი არიან ბრმადმორწმუნე თუ მართლმორწმუნე ბიზნესისტები. არავით არის სხვა ნიშანი არ გახა. როდესაც საუბარი მიდის იმაზე, თამარ ჩუგოშვილი იქნება პარლამენტის თავმჯდომარე თუ კობახიძე აღარ მახსოვს რა ქვია, ირაკლი ხო თუ არ ვწდები. ეხლა ამაზე უფრო მეტად რა შეიძლება ეხლა ამაზე უფრო მეტად ტრაგიკული იყოს ქართული პარლამენტარიზმისთვის, დავით უსუფაშვილის, დავით ბაქრაძის და ასე შემდეგ თავმჯდომარეობის შემდეგ, ხო? ყველას თავის მინუსები და პლუსები ჰქონდათ, მაგრამ მათ შექმნეს ეპოქები საქართველოს პარლამენტის. ნინო ბუჯანაძემაც, მათ შორის, რომელსაც მე ხმას არ ვიცემ არასდროს დღევანდელ მდგომარეობაში, ხო, მაგრამ ამის მერე თამარ ჩუგოშვილზე და ირაკლი კობახიძეზე რომ მიდის ლაპარაკი, ვინ იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ვითარებაში ეს ორი სრულიად უსახური, არაფრით გამორჩეული, არც პოლიტიკურად, არც ინტელექტუალურად ადამიანი, რომ იხილება პარლამენტის თავმჯდომარედ და ამ ადამიანებს უკან მდგომი ხალხი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი, მე არ მგონია, რომ ეს განსაკუთრებით ტრაგიკული იყოს. ეს იქნება მძიმე ქვეყნისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი და სრულიად უტყუარი შესაძლებლობა ამ ქვეყანას სამუდამოდ, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს ქართული ოცნების უმრავლესობა, კი არა და საერთოდ ქართული ოცნება. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, გიორგი, რომ შედგება ეს კონსტიტუციური უმრავლესობა. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის შეასრულებს ბრმად ბიზნა ივანიშვილის დაკვეთებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის არა მხოლოდ ახალი არჩევის ახალ წესს დაამტკიცებს, ვადამდე შეიყვანს ამ წესს
ძალაში და უფლებამოსილება შეუწყობს ვადამდე საქართველოს პრეზიდენტს, ამაში რა ღრმად დარწმუნებული ექნება ყველანაირი მცდელობა რომ გაანადგუროს რუსთავი 2, თუმცა მე ყველაფერ ღრმად გარწმუნებთ იმაში რომ ყველაფერს ვიზამ რომ ეს მათ ვერ მოახერხონ, იმიტომ რომ კავკასია ტაბულა და პირველს თუ არ ჩავთვლით რუსთავი 2 არის ერთადერთი და სხვილი მედიებიდან ნამდვილად ერთადერთი მედია, რომელიც კრიტიკული არის დღეს და იქნება მომავალი წლების განმავლობაში, არ ვიცი 4-3-ის 2-ის თუ რამდენის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში და თუ გვინდა რომ ჩრდილოეთ კორეა მივიღოთ და გვყავდეს მხოლოდ წვრილი სპორადული მედიები, რომლებიც იქნებიან კრიტიკულები, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ნინოს და კავკასიის მიმართ და წლებია ისინი კრიტიკულები არიან ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ არის ამ ინდის განსაზღვრელი მედია, გასაგებია რაზეც ვსაუბრობთ. დაარცხვები, ვინც მე ჩამოთვალე, ჩვენ უბრალოდ ჩრდილოეთ კორეა ვხდებით, ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობით, არაოფიციალური ლიდერით, რომელიც რასაც იტყვის, იმას შეასრულებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინ გეგულებათ, ახლა თამარ ჩუგოშვილი გეგულებათ თუ ირაკლი კობახიძე წინააღმდეგობის გამწევი, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები ამ ფუნქციას მაინც ასრულებდნენ, ეპიზოდურად მაინც, მაგრამ ასრულებდნენ. არ არსებობს ეგეთი ერთი ადამიანიც კი, მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება ბუტაფორია, არ იქნება ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობით შედის ეს პარტია, ჩემი აზრით, პარლამენტში 26 ნაციონალური მოძრაობის წევრი მართლა 126 ქართული ოცნების წარმომადგენელს უდრის, მე სიებს ვადარებ, ეხა ერთმანეთს ადამიანების შეურაცხყოფას არ ვაპირებ ნამდვილად, მაგრამ ნანახი მაქვს ესია ერთიც და მეორეც, ამიტომ იქ ამ ადამიანების ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმება, მაგრამ ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ბანანის რესპუბლიკის ნიშნებით, ჩვენი ქვეყანა, შემდეგი რამდენიმე წელი, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა ესეთი ტრადიცია საქართველოში, რომ 8 წლიან მანდატს იმსახურებს ყველა ხელისუფლება. ხა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან დიდ მოდში, ერთი წინადადება უკაცრავად. 8 წლიანი მანდატი საქართველოში მიიღო ყველა ხელისუფლებამ და მათ შორის ქართულმა ოცნებამაც. ეს არის ქართველი ამომრჩევლის უნწიფარობის პრობლემა. ეს ფაქტია, ამას ვერსად ვერ წაუვალთ, ეხლა რამდენიც არ უნდა ვმალოთ, ქართველი ამომრჩეველი არის უნწიფარი სამწუხაროდ, ის ჯერჯერობით არ იმყოფება საკუთარი განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც შეძლებდა მრავალპარტიული, მრავალპოლუსიანი, ანუ რასაც ითვალისწინებს საპარლამენტო დემოკრატია ეგეთი პარლამენტის ფორმირებას. ამიტომ არა, მე ასე არა, ეგ აბსოლუტურად იდენტურია, არა, ეგ ამორჩევლის პრობლემაა პოლიტიკური პარტიების, ამორჩევლის დაკვეთას ასრულებს პოლიტიკური პარტია ყველა შემთხვევაში და ამორჩევლისგან მოდის ეს პოლიტიკური პარტია, ხო ეს სადღაც იზოლირებულად ხო არ იბადება. ამიტომ მე პირადად მე შეიძლება არ ვლაპარაკობ აქ ყოფი ადამიანებისთვის მოსაწონ რამეს, თუმცა თქვენი წინა ინტერვიუერი ირაკლი ამაში დამეთანხმებოდა, იმიტომ რომ ვიცი მისი პარტიის პოზიცია. ამიტომ მე არ ვყოფილი ვარ საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე არასდროს, დღესაც ვრჩები საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრედ. საპარლამენტო რესპუბლიკა არის მაღალი პოლიტიკური კულტურის და მაღალი პოლიტიკური პარტიების მაღალი განვითარების სტადიის ფორმა. საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურა არ აქვს არც ამომრჩეველს, არც პოლიტიკურ პარტიას და არის ნონსენსი ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით სხვათა შორის. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში კონსტიტუციური უმრავლესობა ბევრად უფრო კონსტიტუციონალისტების ხედავ ბევრად უფრო ჰარმონიული რამ არის. თუმცა არა მისაღები, მაგრამ ბევრად უფრო ჰარმონიული, ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. საპარლამენტო შეიძლება ნინო შეკამათება, იმიტომ რომ აქ ნიკას საპარლამენტო რესპუბლიკისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ოქსიმორონი. შეუძლებელი რამ არის, ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ აქაური ამომრჩეველი, ამ ქვეყნის ამომრჩეველი ვერ ხედავს მრავალპარტიულ მმართველობას, როგორც ასეთს. ის აზროვნებს პოლარიზებულად და აძლევს ხვას პოლუსებს. ნინოს უნდა ნიკა შენთან შეკამათება. ჩვენი ამომრჩეველი არ არის მზად იმისათვის, რომ კარგი პარტიები აირჩიოს, როგორთაც ალბათ ნაციონალური მოძრაობის პარტიები აირჩიოს, თუ არა? გემოვნება არა, მოთხოვნებს ვერ აყალიბებს, გასაგებია. ის უყურებს პოლუსებს, როგორც ჩვენ თქვი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი იმპერატორი. არა, ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი იმპერატორი. არა, მე მაგას არ გულისხმობ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს იმპერატორის რესპუბლიკას. ამერიკის შეერთებული შტატებია საპრეზიდენტო ქვეყანა და ეს არის ყველაზე განვითარებული დემოკრატია მსოფლიოში. აპრიორი არ ნიშნავს არც ერთი ფორმა მმართველობის დემოკრატიას.
მართლობის ფორმა არის კარგი იმ შემთხვევაში, როდესაც ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის შესაძლებლობებს და მოთხოვებს. აპრიორი საპარლამენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს კარგს. სამწუხაროდ, შენ რაც თქვი, იყო მართალი. ქართველი ამორჩეველი არა ყავდა 2004-დან 2022-დან. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო თვალსაზრისითაც იმპერატორი ყავდა. ამომრჩეველი საქართველოში მოქმედებს პარადიგმით გმირი, ანტიგმირი. ის ვერ ხედავს ხელისუფლების დანაწილებას ბევრ პარტიაში. ის ასე არაზროვნებს უბრალოდ. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. 8 წელია უკვე შემდგარი ფაქტია. 2012 წელს შედგა ეს როგორც ფაქტი, 2008 წელს შედგა 2016 წელს შედგა ეს როგორც ფაქტი. ნიკამ დაახატა აბსოლუტური აპოკალიფსი. არა, მე არ დავხატე აპოკალიფსი, პირიქით, მე მგონია რომ ეს გამოსავალია. მე თვად ასე არ ვხედავ, ხა გარკვეული სუბიექტური გარემოებებიც ახდენს ხა ნიკას ანალიზზე გავლენას ჩემი აზრით. მე მაგალითად ვერაფრით ვერ ხვდები, რატო არის მაგალითად მამუკა მდინარაძე თუ პიროვნებებზე გადავალთ უფრო რეგრესული ნებისმიერი ან კობახიძე ვიდრე მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში იყო ვინმე ელდარ კვერნაძე გახსოვთ ალბათ იყოზე არ ვლაპარაკობ ნინო დღევანდელზე ვლაპარაკობ დღეს არის მამუკა მდინარაძე იქათეულში და აქ ელენე ხოშტარია უდიდესი სხვაობა გავაგზელებ მე რის თქმა მინდა ვეცდები ჩამოვაყალიბო ანუ კომიკური პერსონაჟები ჩვენ არასოდეს არ გვაკლდა პარლამენტში ძალაუფლების გადამეტების და მონოპოლიზების გაცილებით ნაკლები კომიკური პერსონაჟი იქნება ოცნების 65-ში ხო იცი ახლა რო ეგრე თუნდაც იმიტომ რომ ის ორჯერ მეტია მათ შორის კარგი გეთახმებით გავაგზელებ ძალაუფლების მონოპოლიზების სურვილი კი არა რეალობად ქონდა და გვექნება მომავალში მე რას ვფიქრობ რა უნდა გავაკეთოთ დღეს იგი მე ვწუხარ უბრალოდ რომ რაღაცა წრეზე დავტრიალდით და ისევ იქ მივედით საიდანაც 2012 წელს დავიწყეთ თითქოს უფრო მეტი დემოკრატია რომ მოვიპოვოთ წუხარ მაგრამ მე არ ვხედავ რომ ეს არის აპოკალიფსი უბრალოდ ყველამ უნდა გავაცნობიო რომ ჩვენი პასუხისგებლობა მედიამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებამ პარტიებმა და მე ვთვლი რომ ხელისუფლება ეს სიტყვა ჩემს გადაცემაში ვიხმარ და ახაც გავიმეორებ აი 30 ნოემბრიდან თუ 2 დეკემბრიდან უკაცრავად ოქტომბრიდან თუ 2 ნოემბრიდან როცა ის უკვე შედგება საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ყავდეს მუდმივი ეჭვმიტანილის პოზაში ანუ ჩვენ ის უნდა ვაკრიტიკოთ რადიკალურად ჩვენ ყავდა 4 წელიც მუდმივი ეჭვმიტანილის პოზაში თუ რაღაცაში არ ვიცი რაში მაგრამ ხედავთ რომ ეჭვმიტანილის პოზაში ჩვენ ვართ ასევე 4 წელია ხო აპოკალიფსი იქნება ეს არ არის პროცესი რომელიც შედგა მივახცე და დამთავრდა ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ბრძოლაში მუდმივად დემოკრატიის დაცვა. ეს არის ჩვენი ახალი ეს არის ინფანტილური ნინო, ჩვენ თუ არ ვეტყვით ამომრჩეველს, რომ ის დიახ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. ეს უნდა უთხრათ ერთხელ და სამუდამოდ ამორჩეველს, დიახ. რა თქმა უნდა, ეს რაც მოხდება, ის რომ ლარი იქნება, ლარი იქნება. ნაციონალს მამიები რომელიც ეზიზღება ეს. არა, ეს სხვა საკითხი, ამას არ ვარჩევთ ახლა. ის რომ ერთი სამთან იქნება ლარი, ის რომ იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც აირჩიეს ხელისუფლება, ეს მან უნდა იცოდეს თავისთავად ცხადია და ის რომ მისთვის არჩევანი იყო მხოლოდ ნაციონალსა და ქოც შორის, აი ესე რომ გადაწყვიტა ქართველმა ამომრჩეველმა რომ ორი პოლუსია მხოლოდ და შუაში არავინ არ ჩანს, ეს არჩევანი. ბატონ დავით მოусმინეთ. ეს არის ინფანტილური და შემდეგ სხვა სტუმრების ველოდებიან. დრამატურგია, ეს პოლარიზებული დრამატურგია, რომელიც თქვენ დახასეთ, რომელსაც აპოკალიფსი უწოდა ნინო. არა, მე არ მგონია რომ ეს აპოკალიფსია. არც მე მგონია, მე მგონია რომ ეს იქნება ოცნებისთვის აპოკალიფსი, ამას გასწავლებულია. სტრატეგია სწორედ იმ პარტიების, რომელიც ყოველთვის არიან ხელისუფლების სათავეში, ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო ეს ყველაფერი საპრეზიდენტო რესპუბლიკები. კი ბატონო, მაგრამ არც ერთი არ იყო საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაში საკონსტიტუციო უმრავლესობის განხილვაც კი სასაცილოა და არის უტყუარი დიაგნოზი პოლიტიკური სპექტრისა და ამომრჩევლის უმწიფარობის. უტყუარი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი სტრატეგია, რამაც ეს გაკრიფა შუარაზე იყო ლაპარაკი, იყო ეს დაპირისპირებოდა ეს FUD-ის მინუსებს, ანუ ძალისა და უკუქმედების ეს წარმოუდგენლად ესეთი ისიზულბილით და აშკარად გამოხატული პოლიტიკა. და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რათა ეს პარტიები მეწოდებული შუასიწევი ვერ მოხდა. ამომრჩეველი რომელიც ნიკა მივიდა და კონსტიტუციო უმრავლესობა ქონდა ვინმეს. ამომრჩეველი არა ვერა მაგრამ ამომრჩეველი რომელიც მივიდა და 58%-მა მიცამ მხოლოდ ერთ პარტიას დაუჭირა მხარი ეს არის პრობლემა რომ საარჩევნო სისტემა ვერ მოახდინა მათი მანდატების სწორად ტრანსფორმირება თორე თუ კი მოხდებოდა მანდატების სწორად ტრანსფორმირება მცირედი ცდომილები შეიძლება ქონოდა უბრალო უმრავლესობა ქართულ ოცნებას აპოკალიფსი ეს იქნება აპოკალიფსი ქართული ოცნებისთვის აუცილებლად ამომრჩეველს ნუ კი დავადანაშაულებთ იმაში რომ მათ ვერ გათვალეს
თვალე ეს ან არასწორად არის სიჭრელე ჩვენ საზოგადოებაში პოლიტიკური. არა, ამ უმრჩეველში ძალიან სწორად არის სიჭრელე 48% ყავს ქართულესთან სულად სერიოზულად გვიმტკიცებს რომ 3/4 ამ ქვეყანაში ანუ 4-დან 3 ადამიანი მას უჭერს მხარს. ეს ეხა ამას ნიკამ ქართული ოცნება პარლამენტის კომპოზიციით ამას გვიმტკიცებს ამას ასმეუბნებით. მე ჩემს ირგვლივ გასაგებია 2-2-იც არ უჭერს მხარს ქართული ოცნებას და არა ბატონო თქვენს ირგვლივ ეს გვაჩვენა არჩევნებმა, მაგრამ პრობლემა სადა გვაქვს? პრობლემა არის ძირეული იმაში რომ საარჩევნო სისტემა არ გვაძლევს ხმების სწორად ტრანსფორმაციის საშუალებას. ეს არის ძირითადი პრობლემა და მე რო აქ ვზივარ დღეს ამ განცხადებას ხელი მოვაწერე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო ეს, რომ ჩვენ სწორედ ამით დაუპირისპირდეთ საზოგადოება იმას, რაც 4 წელი არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე დეკლარებდა მის შეცვლას და დაუჭიროს მხარი ამის ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ამაზე დასამსგებელი არის ნაციონალური მოძრაობაც, რომელსაც 2011 წელს ზუსტად იგივე არგუმენტებით, რითაც ქართული ოცნება გველაპარაკებოდა 1 წლის წინ და 2 წლის წინ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, იგივეს გვეუბნებოდა ნაციონალური მოძრაობა და არ ცვლიდა ამ სისტემას. მაგრამ ამით ზიანდება ეხლა არა ნაციონალური მოძრაობა, ზიანდება არა ქართული ოცნება, არამედ ზიანდებით ჩვენ ყველანი სახელმწიფო. იმიტომ მადლობა გიორგი. ხალბატონმა ეს იზიანია თაკომ დაასრულა და შემდეგ გიასთან და გადავიდა. სახელმწიფოში სადაც ერთი პოლიტიკური ძალა და ერთი პოლიტიკური ძალაზე როცა ვლაპარაკობ, ეხლა გულისხმობ როგორც ქართულ ოცნებას, ასევე მის ზევსის თავმავალი რო არის თარხან მოურავის პარტია, იმის იმასაც, რა ქვია, ჯგუფსაც. ესენი ყველა ცუდი გაგებით კონსტიტუციურ ცვლილებაში იქნებიან ერთად. იმიტომ ჩემთვის ეხლა როცა იქნება რეგრესული ცვლილება, შესაძლებელია აღმოჩნდნენ ერთად. ამის მეშინია თქო გეუბნებით და იქნება ეგეც ერთ-ერთი ჩემ თვითმიზანი არ არის ქართული ოცნება არ იყოს, თვითმიზანია დაბალანსებული ხელისუფლება იყოს. ძალიან სწორად ითამაშა ოცნებამ ჩემი ქვეყნის და სამწუხაროდ მე თუ მკითხავ რა თქმა უნდა ის რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო ორი აზრი არ იყო იმიტომ რომ ნაპატიები ის შიში ხალხს ჯერ არ ქონდა აი ეს იყო არა ოპოზიციაში გულისხმობ შიში ხვდები არ იყო გიორგი ვერ აპატიეს ჯერ დამიწყებული არ იყო აი ეს შიში იქნა სწორად გამოყენებული სამწუხაროდ ხალხის ხარჯზე გამოიყენეს ზუსტად და ამიტომ მოხდა ის გაკრეფვა და მეორე უბედურება ის არის რომ ძალიან მიზანმიმართულად ახლა უკვე თამამად შემიძლია თქვა არ არსებობს დასავლური არც ერთი დასავლური ძალა არ შესულა. ეს არის აქ ტრაგედია ჩემთვის პირადად ხვდებით რა შეასაქმე. მე ველოდი რომ ოცნება გავიდოდა მიუხედავად რომ მე ღიად უჭერდი მხარს სხვა პარტიას თავისუფალ დემოკრატებს. არ მეგონა რომ ისინი პირველ ადგილას გავიდოდნენ, იმიტომ არ უჭერდი ნამდვილად. მეგონა რომ შევიდოდნენ რესპუბლიკელები, ხვდებით რას ვამბობ, მაგრამ იცით რა შეასაქმე, ახლა ვფიქრობდი. ჩვენ ყველას გვავიწყდება რომ საბჭოური ქვეყანაა და ძალიან იოლად იღებს წეღან იგამ თქვა ერთპარტიულ სისტემას. ეს გაჭირვებული ამორჩეველი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ჯერ მოაშიებენ, გაანადგურებენ, არანაირ სამართალს არ აღადგენენ. მე პირადად ტელევიზიით არაერთხელ ამ ტელევიზიით სულ საუბრობდი სამართლის აღდგენაზე. ახლა ძალიან სწორად და კარგად შემიძლია გავიგო, რატომ არ აღადგინა ქართულმა ოცნებამ ის სამართალი. იმიტომ რომ არჩევნებისთვის ეს არ აღდგენილი სამართალი სწორად იქნა გამოყენებული. გესმით? ეს არის დასანანი. ამ თვალსაზრისით მე ორივე პარტიას ვაყენებ, ვანიჭებ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას. იცით და ერთი კიდევ რა არის, მოვთხოვოთ. ცოტა ხანი ვადროვოთ. ხალხი მათ მე პირადად არაფრის დათმობას არ ვაპირებ. მადლობა. აბსოლუტურად. თეოსთან და გიასთან უნდა გადავიდე. არაფრის დათმობას ძალიან კარგად იცი. მე ნაციონალური მოძრაობის დროსაც ოპოზიციაში ვიყავი და თუ ვნახავ რომ რუსეთის საშიშროება რეალური შემოსვლის საშიშროება არის მე ვთქვი ჩემ ერთ პიროვნულად ჩვენ ერთ ოჯახს ნებისმიერი ხელისუფლება რუსთაველზე მიიღებს. მადლობა. მადლობა. აპოკალიფსისზე იყო აქ საუბარი და ვნახოთ ვიდრე თეოსთან დავიწყებდეთ საუბარს, რამდენად რეალური შანსი აქვს ქართულ ოცნებას, რომ მართლაც შეავსოს ადგილები და აიღოს იმდენი ადგილი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს პარლამენტში. როგორც უკვე ვთქვი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად პარტიას მანდატების 3/4, ანუ 113 ადგილი სჭირდება. რასაც აი აქაც ვხედავთ. ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნებით უკვე მიიღო 44 მანდატი.
ამას ემატება 23 მაჟორიტარი, რომლებმაც პირველივე ტურში უკვე გაიმარჯვეს, ანუ ჯამში მართლ გუნდს უკვე გარანტირებულად ჰყავს პარლამენტში 67 დეპუტატი. ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად მას კიდევ 46 მანდატი სჭირდება. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური, როგორც თქვით, 50 ოლქზე გაიმართება, შესაბამისად 46 მანდატის მოპოვების შანსი ქართულ ოცნებას თეორიულად ნამდვილად აქვს, თუმცა გარანტირებული ეს აგრეთვე არ არის. მართალია, ამ ოლქების უმრავლესობაში მართველი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ოლქების ნახევარზე მეტში ოცნების შედეგები 40%-ის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 60% ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. თეორიულად ისევ თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს 60% ისევ ოპოზიციის მხარეს დარჩება, მაშინ შესაძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ ვერც მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. თუმცა რეალობა როგორც წესი უფრო სხვანაირია, საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა საუბარი. მსგავს სიტუაციაში არსებობს დიდი რისკი, რომ მეორე ტურში ამ მრჩეველი უფრო გამარჯვებულისკენ გადაიხაროს, ოპოზიციის მომხრეება კი შესაძლოა ხელი ჩაიქნიონ და საერთოდაც აღარ მივიდნენ არჩევნებზე. თეო, თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? რამდენად იმუშავებს თუნდაც თქვენი მიმართვა და რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ ამ მრჩევლის თუნდაც ნაწილი დაფიქრდება აი ამ ყველაფერზე, თუ რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა და მისცეს რეალურად შეიძლება ისეთ კანდიდატს ხმა, რომელსაც რომ არა ასეთი მეორე ტური არასდროს არ მისცემდა ხმას და არ დაუჭერდა მხარს. ამის იმედი რო არ ქონოდა, ცხადია არც დაიწერებოდა და არც ხელს მოვაწერდით ეს ადამიანები, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ არ გვაქვს არც იმის ილუზია, რომ შეგვიძლია ესეთი ზეგავლენა მოვახდინოთ ამ მრჩეველზე, რომ ერთად დაირაზმოს ყველა და მეორე ტურში ნაციონალებს მისცეს ხმა. თუმცა აქ თქვა ასეთი რაღაცაც, რომ ეს არის ძალიან გულუბრყვილო, მესმის, რატო შეიძლება გაჩნდეს ესეთი განცდა. მაგრამ ასევე ნახსენები იყო თითეული ადამიანის ამ მრჩევლის პასუხისმგებლობაც და მით უმეტეს მე მგონია, რომ ეს პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორს ეგრეთ წოდებულს უნდა ჰქონდეს ასევე და მე მგონია, რომ ჩვენი აი ეს ნაბიჯი იყო პირველ რიგში აქედან გამომდინარე. იმიტომ რომ როდესაც ვხედავთ ამ საფრთხეებს და მე მგონია აქ არავინ არ კამათობს ამაზე და ჩვენს ამ ეთერის მიღმაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან აშკარად ხედავს ამ საშიშროებას. რა შეიძლება გააკეთო თუ არა ის რომ დაიწყო უკვე ლაპარაკი ამაზე, ვიდრე ვიქნებით მორიგი აპოკალიფსის შემსწრე. და რასაკვირველია ამის ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ამაზე რეფლექსირება რაღაცნაირად. თუნდაც ამაზე დაიწყოს დისკუსია. იგივე ამ მომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს თვითონ ეს სიტყვები რა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რას ნიშნავს ის, რა საფრთხეების წინაშე აყენებს ქვეყანას, მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულად უცნობი იყო. რასაკვირველია არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი იმისთვის, რომ თუნდაც ძალიან ინტენსიურმა დისკუსიებმა ტელეეთერით მოახდინოს რაღაცა ისეთი ფუნდამენტური ცვლილება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანები მივაჩვიოთ სწორედ აი ამას, მე პასუხისმგებლობას, როდესაც მე ხელს არ გავიშვერთ ამა თუ იმ პარტიის მიმართ, არ გავიშვერთ თუ გინდაც იგივე ამ სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომელსაც მუდმივად აძახებენ სადიყავი მაშინ. მე არასდროს არ ველოდები ხოლმე და არ ვუშვერ სხვას ხელს ადიყავი მაშინ, მე როცა ვთვლი რომ ხმა უნდა ამოვიღო, ვიღებ მაშინ ხმას და ალბათ აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მოვაწერე ხელი და ის რომ საფრთხები არსებობს ამაზე მართლაც დიდი ალბათ ჭობა არ არის საჭირო. ჯერ მეორე მოწვევის პარლამენტი არ მეორე კი არა, ოცნების გულისხმობ უმრავლესობით არ დაუწყია ფაქტიურად ფუნქციონირება, მაგრამ არის უკვე ისეთი განცხადებები ანონსებენ ისეთ ცვლილებებს, რომ უკვე ხვდები, რომ მათ აქვთ მიზნად ასახული ძალიან ისეთი იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ყოველგვარი რაღაცა წინაღობების გარეშე. გავიხსენოთ რა დღეშია სასამართლო, გავიხსენოთ როგორი ზეწოლა მედიაზე, გავიხსენოთ უგინა იგივე სამოქალაქო სექტორი ახსენე და უკვე როგორი ესეთი
თავდასხმა ხდება აი ამ სამოქალაქო სექტორზე, მათ შორის იყო ესეთი შეფასებებიც, რომ ფაქტიურად ქვეყნის მოღალატეები არიან რაღაც ესეთი ბოლშევიკური რიტორიკა, რომ გაგახსენდება. ანუ უკვე არის ფაქტიურად შემზადებული ნიადაგი იმასთვის, რომ ჩვენ ვიხილოთ ავტორიტარიზმი. და მე აღარ მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს მუდმივი აი მე ექსპერიმენტების ქვეყანა და დაველოდო რაღაცას, დაველოდო აპოკალიფს, დაველოდო მორიგ ცირკს და გავიდეთ ისევ რუსთაველზე. დიდი მადლობა თეო ხედავს ავტორიტარიზმის საფრთხეს პირდაპირ ქვეყანაში ასეთი რეალობის წინაშე თუ დავდგებით ჩვენ ნოემბრიდან გია თქვენ როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ნინო და თაკო საუბრობდნენ იმაზე რომ საზოგადოებამ ძალიან მკაცრად უნდა აკონტროლოს ასეთი პარლამენტი რეალურად რა ბერკეტები ექნება საზოგადოებას იმისათვის რომ გააკონტროლოს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირველ დავიწყებ იმით რომ მეც მგონია დავეთანხმები ამ შემთხვევაში ნიკას მეც მგონია რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქართული ოცნების ხელში ალბათ უფრო ვერ ავსდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მეორე ტურში ამიტომ სახში უნდა დავრჩეთ და მონაწილეობა არ მივიღოთ არჩევნებში. ჩვენ მაინც უნდა მივიდეთ მეორე ტურში უნდა მივცეთ ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიზარდოს ერთმართველობაში. ასევე არ დაგეთანხმებით, ახლა თქვენ მოიტანეთ ციფრები, ყველაფრის დათვლა შეიძლება, ხო 50 ოლქში იმართება მეორე ტური. აქედან 4-ში ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს. ასეთი ოლქებიც არსებობს, თავისუფალი დემოკრატები არიან, დამოუკიდებელი კანდიდატები არიან. იქ ამორჩეველს შეუძლია მივიდეს და ხმა მიცეს არანაციონალური მოძრაობის კანდიდატს. საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ხმის მიცემა მათ შორის გულისხმობს იმასაც, რომ შეიძლება არჩეული იყოს ვინმე ნაციონალური მოძრაობიდანაც. მე პირადად არ ვარ არც ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და არც ქართული ოცნების ამორჩეველი, მაგრამ იმ ოლქში, სადაც მე მომიწევს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, იქ კანდიდატი იქნება ნაციონალური მოძრაობის და მე ამ კანდიდატს მიცემ აუცილებლად ხმას. ეს კანდიდატი მე ვაკის მეორე ოლქში ვაძლევ ხმას და ამ შემთხვევაში ეს კანდიდატი იქნება ხალოტონი ელენე ხოშტარია. მაგრამ ისევე როგორც ახლა მე რო ვიყო მცხეთაში, ვთქვათ, ამორჩეველი, მეორე ტურში აუცილებლად ხმას მივცემდი მაგალითად ბატონ ცეზარ ჩოჩელს. იმ დამსახურებების გამო, რაც მას აქვს, თუნდაც იმ წნეხის გამო, რაც მან გაიარა ერთი და მეორე ხელისუფლების დროს. ისევე როგორც ვთქვათ, ჭიათურაში არის სხვა პარტიის ამორჩეველი და შესაძლებელია, რომ ჭიათურებმა 4-ია, მაგრამ სულ გჭირდება 7 მანდატი იმისთვის, რომ კონსტიტუციურ 6 მანდატი რას გიკეთებს გონია იმის. 6 მანდატი არც ვთქვათ იცით რა მოდით ნახოთ პატრიოტალიანსთან გაიყვანონ არ გაიყვანონ. ეხლა შეხედავთ დამდგარი ფაქტია არა 6 მანდატი მათი და თქვენ გულისხმობთ რომ 40 მანდატიც რომ აიღოს ქართულ ოცნებამ 6 მანდატს შეიძლება გაკეთდეს პატრიოტთა ალიანსის კი ბატონო ხო ჯერ ეს დამდგარი ფაქტი ხო არ არის არა თუ ეს ფაქტი დადება მაშინ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ მეც ასე მგონია რომ პატრიოტთა ალიანსი ძალიან ბევრ საკითხში იქნება ქართული ოცნების ანუ რეალურად შეიძლება ფორმალურად საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ქონდეს ქართული ოცნების მაგრამ საქმით ეხლა რაც შეეხება რა არის აი რატომ ვარ მე პირადად წინააღმდეგი იმის რომ რომელიმე ერთი პარტიის ხელში იყოს თამოყრილი ასეთი ძალაუფლება. ყველაზე უფრო კეთილი ადამიანები და ყველაზე უფრო მორალური ადამიანები რო წარმოვიდგინოთ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ხო? ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ რომელიმე გაუძლებს აი ამხელა ძალაუფლების თუნებას, რომელიმე შეძლებს და მოერევა ამ ძალაუფლებას, რომელიმე შეძლებს და გადალახავს საკუთარ დიდებას. და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს, სხვა ის საარჩევნო კოდექსი იყო ნახსენები, ეს საარჩევნო კანონი ჩვენ დაგვიტოვა სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობამ. ვერ გაგვირკვევია საქართველოს კონსტიტუციით ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა თუ რა ტიპის ქვეყანა გვაქვს. მეც მგონია რომ საქართველო არ იმყოფება დღეს განვითარების იმ სტადიაში, სადაც შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკა გქონდეს. მეც პირადად ხარს უჭერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, მაგრამ დღეს გვაქვს დამდგარი ფაქტი. ამ დამდგარ ფაქტში, ხო, მე პირადად, აი აქვე ვაცხადებ თქვენს ეთერში, რომ მე მაგალითად გონია, რომ საქართველოს პრეზიდენტს იმ კონსტიტუციით და იმ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენ გვაქვს, უნდა ირჩევდეს საქართველოს პარლამენტი, როგორც ეს ხდება, თქვა გერმანიაში, ან როგორც ეს ხდება საბერძნეთში, ან როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაგრამ მე ზოგადად არ მგონია, რომ ეს მოდელი იყოს ჩვენთვის კარგი. მე ზოგადად მგონია, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა ჩვენთვის ყველაზე უფრო კარგი მოდელი იქნებოდა. თუ შეიძლება დამასრულებთ არ მისაუბრია და ყველა მისაუბრა ჩვენს გარდა. შემდეგ ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, ჩვენ გვახსოვს
ქონია საკონსტიტუციო უმრავლესობები და ჩვენ ეს არ მოგწონს. რატომ ვიწყებთ ახლა თავიდან ბორბლის გამოგონებას? ან გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება. მე არ მგონია რომ ან არისტოტელე, ან ლოკი, ან ნებისმიერი ის მოაზროვნე, რომელიც შეგვიძლია პოლიტიკის ფილოსოფიას მივაკუთვნოთ, ხო? და მე მგონია რომ ჩვენზე დიდი მოაზროვნეები ყო, მე არ მგონია რომ ისინი ცდებოდნენ, ისინი უფრთხოდნენ ასეთი ტიპის ძალაუფლების ერთ წერტილში კონცენტრირებას. მე არ მგონია რომ ამერიკის დამფუძნებელი მამები ცდებოდნენ, როდესაც მათ ის სისტემა მოიგონეს, რა სისტემაც ფუნქციონირებს ყველაზე უფრო წარმატებულ, ყველაზე უფრო ეფექტურ დემოკრატიაში. რატო ვიწყებთ თავიდან ბორბლის გამოგონებას? რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე? ჭკვიანი ხალხი უნდა სწავლობდეს სხვის შეცდომებზე და სხვის მაგალითზე. ჩვენ საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ასე გამოდის ყოველ შემთხვევაში. და მესამე, რაც ასევე მინდა ვთქვა, თუ შეიძლება მეოთხესაც ვიტყვი, თუ დროს დამიტოვებ. მესამე, მე მინდა რომ თუ არის რაღაცა საკონსტიტუციო ცვლილება განსახორციელებელი და მე მიმაჩნია რომ ასეთი არის გასაკეთებელი საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კონსტიტუცია საჭიროებს ცვლილებებს. მე მინდა რომ ეს გაკეთდეს კონსენსუსის და კომპრომისის გზით. პოლიტიკა არ არის მხოლოდ დაპირისპირების სივრცე. მე მინდა რომ პარლამენტში თუნდაც 2-3 მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პოლიტიკური ძალაც იქნება წარმოდგენილი, შეთანხმდნენ, მარტო ჩხუბს არ უყურებდე, შეთანხმდნენ, რაღაც კონსენსუსის შედგეს, ვიღაცამ რაღაცა კომპრომისი გააკეთოს და კონსენსუსის და კომპრომისის გზით გაიტანონ ის ცვლილებები კონსტიტუციაში, რაც ნამდვილად გასაკეთებელია. და ბოლო, მეოთხე, კი ბატონო, ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფო. ჩვენთან არ დასრულებულა დემოკრატიის, ჩვენ არა ვართ კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ დიდი გზა გასავლელი იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს გზა საკმაოდ რთული და ჯერ კიდევ ხანგრძლივი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აი ამ გზაზე ეს არ არის ნაბიჯი წინ, რაც შეიძლება ჩვენ და რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მივიღოთ მეორე ტურის შემდეგ. ეს არ არის ნაბიჯი წინ. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადგილის ტკეპნა, ან უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება საერთოდ იყოს ნაბიჯი უკან. ევროპულ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან იშვიათი შემთხვევაა. უნგრეთში არის ახლა ასეთი შემთხვევა და უნგრეთი და კიდევ პოლონეთი სახელდება ასეთი ტერმინი გაშთა, ხო? აკადემიურ წრეებში და საერთაშორისო მედიაში არალიბერალური დემოკრატია. ჩვენ ეს არ გვაწყობს. უნგრეთი და პოლონეთი უკვე ამ ქვეყნებმა თავის თავს უკვე უშველეს იმ დროს, რა დროსაც ისეთი არჩევანის გაკეთება ჭირდებოდა, რა არჩევანი ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, მათ გააკეთეს სწორი არჩევანი. დღეს ორივე არის ევროპის ნაწილის და ნატოს წევრი სახელმწიფოს. ჩვენ დღეს ეს ხელში არ გვიკავია. თუ მათ შეუძლიათ რომ რაღაც ასეთი ფუფუნების უფლება საკუთარ თავს მისცენ, ჩვენ არალიბერალური დემოკრატიის ფუფუნება საკუთარ თავს ვერ მივცემ და ამის ყველანაირი ნიშანია, რომ შეიძლება ეს ჩვენ მივიღოთ მეორე ტურის შემდეგ. მადლობა. დიდი მადლობა. გია ჯაფარიძე თქვა, რომ ის ელენე ხოშტარიას აძლევს ხმას მეორე ტურში და ახლა სწორედ ელენე ხოშტარი